არსებობს რამე სტატისტიკა, ფილტვის სიმსივნე, ვისაც დაემართა, რამდენი იყო მწვეველი? 95%. მითი იმის შესახებ, რომ უცბად არ უნდა შეწყვიტოს სიგარეტი, ეს საერთოდ დიდი სისულელი. მითებში ცხოვრებამ მინიმუმ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიყვანა კარგ გამოსავლამდე. რა ხდება, როცა სიგარეტს ეწევა ადამიანი? ფილტვებში ჩადის ჭვარტლი, ეს კვამლია. სიგარეტი იწვება დაახლოებით 800-900 გრადუსი. ძალიან მაღალ გრადუსებზე. ფილტვები არის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ორგანო, რომ არ დავაზიანოთ ფილტვები, თურმე ფილტვების სიცოცხლის ხანგრძლივობა 150 წელია. არა გვაქვს იმისი შეგრძნება, რომ გარეთ გავედი, ვისეირნე და სუფთაჰაერი ვისუნთქე. ადამიანის მიერ განვითარებულმა ინდუსტრიამ ეს ბალანსი დიდი ხანია დაარღვია. აი რა შეიძლება იყოს ეს, რაზეც წარმოდგენაც კი არა გვაქვს. ვისაც აქვს ბუხარი, შეშის წვაც წარმოქმნის ისეთივე ჭვარტლს, როგორცაც სიგარეტი. რა გავლენა აქვს ფილტვების სწორ ფუნქციონირებას და სუნთქვით ვარჯიშებს აი ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე? ყველაზე მგრძნობიარე ორგანო. ჟანგბადის ნაკლებობისადმი არის ტვინი. სწორ სუნთქვას აქვს დიდი მნიშვნელობა ორგანიზმისთვის. ფილტვის ყველაზე კარგი დეტოქსი რა არის?